მოგესალმებით, მეგობრებო, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვთ. საინტერესოდ მიდის თქვენი ცხოვრება და ნახოთ ახალი წლის დაწყებამდე, 2024 წლის ბოლომდე, ან დეკემბრის ბოლომდე, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, რა უნდა იცოდეთ, რა არის მნიშვნელოვანი და დღევანდელი გაშლა იქნება სასწაულისთვის, მორიელისთვის და მშვილდოსნისთვის და დავიწყებ პირდაპირ სასწაულის ნიშნით, ყოველგვარი შესავლების გარეშე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და დავიწყოთ სასწაულის ნიშანზე ერთი წამით. კი ბატონო, რა უნდა იცოდეს სასწაულის ნიშანმა დეკემბრის ბოლომდე? კი ბატონო. Purpose. I know what I am here to do. სასწაულის ნიშანმა საკუთარი მიზანი იცის, თუ რა არის, იცის რატომ არის, რისთვის არის, რა უნდა ქნას, ანუ დეკემბრის ბოლომდე სასწაულის ნიშანს გარკვეული აქვს რეალურად უკვე კარგად, თუ რას უნდა აკეთებდეს, რა არის მისი მიზანი. კი ბატონო, ალბათ ის არის, რომ ეჭვის ქვეშ არ უნდა დააყენო შენი თავი, ხო? იმიტომ რომ კარგად გესმის რისთვის ხარ. კი ბატონო. Ten of Swords, Eight of Wands, კი ბატონო, 10-იანი ხმებრივიანი კვერთხები. რაღაცა კონკრეტულ დასასრულზეა საუბარი და განხილვა, შეიძლება ვიღაცასთან მოგიწიოს განხილვა რაღაცა კონკრეტულ დასასრულზე, ან რაღაცა კონკრეტული მთავრდება და შემდეგ იხსნება საუბარი, ხო? შემდეგ იხსნება კომუნიკაციის ფაზა. ანუ თითქოს და რაღაცა კონკრეტულ წრეს ვამთავრებ, რაღაცა კონკრეტულ წრეს ვამთავრებ და შემდეგ ამ ყველაფერს განვიხილავ. არ ვიცი ვინმე კონკრეტულთან განვიხილავ ამ ყველაფერს თუ უბრალოდ თვითონ ამ დასასრულზე ვყვები რამეს თუ უბრალოდ ჩემსა და ვიღაცას შორის ვისთანაც საუბარი მიდის რაღაცა კონკრეტული დამთავრდა და შემდეგ უკვე რაღაცა ახალ კონკრეტულ წრეზე გადავდივარ, ამას ვეუბნებ ესე განსხვავებას დიდად, იმიტომ რომ თლიანი ენერგია ყოველ შემთხვევაში სიტუაციურად შეიძლება ყველა სხვადასხვანაირად გერგებოდეთ, თუმცა არის ერთი კონკრეტული დასრულებული ენერგიიდან გადასვლა ისეთ ენერგიაში, სადაც ხდება უფრო მეტი მიმოსვლა და მოძრაობა. რადგან რა უნდა იცოდეს სასწაულმა? ხუთიანი მონეტები და temperance ზომიერება. კი ბატონო. ხუთიანი მონეტები ისევე საუბრობს მსგავს ენერგიაზე, როგორც არის 10-იანი ხმლები და ახლობით 10-იანი ხმლები არის რაღაცა კონკრეტული როცა დასრულდა. ხუთიანი მონეტები არის ადგილი, სიტუაცია, ენერგია, სადაც უბრალოდ არაფერი აღარ არის დარჩენილი, ხო? სრული ცესარიელი მაქვს, სრული ქაოსი მაქვს, გაყინვა მაქვს ენერგიის, ანუ რაღაცა კონკრეტული წყვეტა მაქვს, დამთავრება მაქვს, დასრულება მაქვს, ხო? რაღაცა არ მაქვს. და temperance-ის უკან მაქვს მზე და Ace of Cups მაქვს, მერე მშვენიერი იმპერატორის ენერგია, ჯადოქრის ენერგია, როგორ რაღაცა მაქვს ენერგია, იცი, ანუ აი ამ დასასრულის, აი ამ სიცივის, ვაკუუმის, რაღაცა განხეთქილების, განშორების შემდგომ მაქვს მთლიანი პროცესი დეკემბრის ბოლომდე დათმული იმაზე, რომ რაღაცნაირად კონკრეტულად განვიკურნო, ასე ვთქვათ, healings, რასაც ეძახიან, ანუ ენერგიის გასუფთავება, დასუფთავება, დაწმენდა და შემდეგ უკვე გადასვლა ისეთ პერიოდში, სადაც მე ვიცი პასუხები მაქვს, ზუსტად ვიცი რაც ვაკეთებ, რატომ ვაკეთებ, აი ეს purpose, ანუ ეს მიზანი, მაგიტომ ამოვიდა პირველი მესეჯი, ანუ ვიცი რასაც ვაკეთებ, რისთვის ვაკეთებ, რატომ ვაკეთებ და ვინ ვარ და რა როლი უნდა ვითამაშო, ან ჩემ ცხოვრებაში ან კონკრეტულად ან ვიღაცა ადამიანის ცხოვრებაში კონკრეტულად, ხო? და სრულად ახალი ემოცია შემომდის შემდეგ უკვე გარემოსგან. მზის ენერგია მაქვს და ეს ბოლოში აქაც გამეორებადია. ნახოთ რა უნდა იცოდეს სასწაულმა, კი ბატონო. მაქვს 8-იანი კვერთხები და 8-იანი კვერთხები ისევ მეორდება, 5-იანი მონეტები და 3-იანი ხმები. 5-იანი მონეტები, 3-იანი ხმები და 8-იანი კვერთხები მეუბნება იმას, რომ აშკარა განხილვა და აშკარა საუბარი ხდება რაღაცა კონკრეტული მიდგაცრუებაზე, გულისწყენაზე, წყენაზე, ტკივილზე და ამისი განხილვა ხდება და აი ამ რაღაცა კონკრეტულის განკურნებაზეა საუბარი. ამ რაღაცა კონკრეტულისგან განკურნებაზეა საუბარი. ან სრულად ახალი ენერგია შემოდის თქვენთან ცხოვრებაში, ხო? ან კონკრეტულად ვიღაც სხვა ადამიანი
ნახე სრულად ახალი ადამიანი შემოდის თქვენს ცხოვრებაში, რომელიც განკურნავს აი ამ კონკრეტულ სიტუაციას, პრობლემას, რაც გქონდათ აი სიცივეს განხეთქილება, განშორება ადამიანთან, რაღაცნაირად ტკივილი და აი სრული სიმარტოვე რასაც შენ განიცდი, აი ეს ყველაფერი ლაგდება იმ კუთხით, რომ ახალი ემოცია შემოდის, ახალი გრძნობა შემოდის, ახალი ადამიანი შემოდის, ვისთანაც ხდება უკვე კომუნიკაცია, საუბარი და ეს პერიოდი იქნება თქვენ და ამ ახალი ადამიანის ცხოვრებაში ის, რომ თქვენ თავისუფლდებით ამ ტკივილისგან, ან უბრალოდ კონკრეტულად ვისთანაც მოხდა იმ ადამიანთან ხდება განხილვა და იმ ადამიანთან ხდება რაღაცა კონკრეტული ახლის დაწყება. ხო? კი ბატონო. რაღაც პატარა მესეჯია, მაგრამ მე მგონი გასარკვევი და მარტივი მესეჯია. გადავალ მორიელზე. მოგესალმებით, მორიელი. გამარჯობა, მორიელი ზოდიაკოს ნიშანს, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვთ და ნახოთ პირველ რიგში რა უნდა იცოდეს მორიელი ზოდიაკოს ნიშანმა, მასა რა მნიშვნელობა შენი გზის ნიშანია, თუ არის ასცენდენტია თუ ვენერა, ზოგადად მაგას მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე. ნახოთ მორიელზე. რა უნდა იცოდეს მორიელმა დეკემბრის ბოლომდე. კი ბატონო. Discipline. I can accomplish what I set my mind to. ნებისმიერ ამას მიაღწევ, რასაც გონებას დაუდებ. მარტივია, გონებაში მაქვს წარმოდგენილი თუ რა მინდა რომ გავაკეთო და ეს რაღაც აუცილებლად გამოდის, მთავარია დისციპლინა. ეს ეხება წონაში დაკლებასაც, რაღაცა კონკრეტული პროექტის შესრულებასაც. ანუ ყველაფერს ეხება ეს ასოთრა. თუ ჩემ ამ გონებას დავუდებ და დისციპლინა შევქმნი თუ რას როდის ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ და რატომ ვაკეთებ, ეს რაღაც აუცილებლად გამომივა. კარგი, ნახოთ რა უნდა იცოდეს. Three of Cups, King of Wands. ეს არის შეიძლება იყოს ახალ ადამიანს ხვდებით, ცეცხლის მეფეს, the Fool, სიახლე მაქვს, the Fool, ან შეიძლება ექვსიანი თასები მაქვს სულელის კარტი მაქვს, ცეცხლის მეფე მაქვს, მე ამის უკან მათ ექვსიანი კვერთხები ისო ლომის ზოდიაკოს ნიშანთან, ან ცეცხლთან გქონდეთ შეხება ცეცხლის ნიშნის ადამიანთან, ხო? ყოველ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა კონკრეტული საწყისი მოხდეს, რაღაცა ახალი ადამიანი შეგამოსდეს შენ ცხოვრებაში, რომელიც გარისკავს, ასე ვთქვათ და რატომაც არა, მოდი გავიცნოთ ეს მორიელი, ხო, ვინ არის, რა არის, ან შეიძლება იყოს შერიგება ვიღაცა ადამიანთან, კვლავ მეგობართან, ხო, ან შეიძლება ესეთი ენერგია იყოს, რომ შემოვიდეს შენამდე და მეგობრობით დაიწყოს ეს ყველაფერი და შემდეგ განვითარდეს და გადაწნაურდეს რაღაცა ენერგია, ხო? ან შეიძლება საქმე იყოს, რომელშიც რაღაცა გამოგდით და იმ საქმეში უფრო მეტად რაღაცნაირად წინ მიდიხარ, ხო? ქარის ხმა რაღაცნაირად წინ მიდიხარ. ყოველ შემთხვევაში მე მაქვს რამდენიმე ვარიანტი, რამდენიმე ადამიანისთვის, შეიძლება იყოს შერიგება, შეიძლება იყოს დაწნაურება, ყოველ შემთხვევაში რაღაცას ზეიმობ კარგს ადამიანთან ერთად, ხო? რაღაცას ზეიმობთ, ხიარულობთ, ხო? ანუ ნახოთ რა უნდა იცოდეს მორიელმა. კი ბატონო. Three of Pentacles, Page of Swords, Nine of Pentacles. კი ბატონო. ხო, ეხლა ნახე, ზოგიერთ თქვენგანისთვის თუ სამსახურს ეძებთ, ახალ სამსახურს ეძებთ, არ შესწყვეტოთ ძებნა, გამოიძიეთ, მოიძიეთ, იკითხეთ, დაზეპნეთ საიტები, სადაც შეიძლება რამე სამსახური შეიძლება იყოს თქვენთვის, ხო? ანუ უბრალოდ ეს შეიძლება იყოს რაღაცა კონკრეტული პროფესია, რაც გააქვს უკვე იმისი უფრო მეტად განვითარება გიწევდეს და ამიტომაც გიწევს შრომა. უფრო მეტად, ანუ რაღაცის სწავლა, ანუ უბრალოდ შეიძლება ვიღაცა შემოვიდეს კონტაქტით, კომუნიკაციით შენთან, რომ აი ამას ხო არ გააკეთებდი ჩემთან ერთად. შენი გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა, რამდენად გინდა და რამდენად მარტივად შეგიძლია რომ გააკეთო, იმიტომ რომ სამიანი ხმები მაქვს და ცხრიანი კვერთხები მაქვს, რაც მეუბნება რომ მაგ სიტუაციაში ერთხელ უკვე რაღაცა კონფლიქტი შეგექმნა გონებაში, გონებრივი რაღაცნაირად არ იყოს ასიამოვნო, ხო? და შეიძლება მაგ საქმესთან დაკავშირებით იყოს რაღაცა სიახლე, სადაც შენ გონია რამე პრობლემა იყო. და მე უკვე უფრო განავითარო ეს ენერგია და განავითარო ეგ საქმე. ყოველ შემთხვევაში ეს არის საკმაოდ ისეთი დატვირთული ენერგია იმ კუთხით, რომ რაღაც საქმეებს აკეთებ, ბევრ ადამიანთან ერთად აკეთებ რაღაცა საქმეს. კარგი, ნახოთ, კიდე რა უნდა იცოდეს მორიელმა. ამოტრიალდა ვარსკვლავი ამოტრიალდა. ვარსკვლავი არის ოცნება, იმედი, რაღაცა კონკრეტული სურვილი, რაც გისრულდება.
The Emperor, იმპერატორის კარტი და ბედის ბორბალი. ხო, ბედის ბორბალი იმპერატორის კარტი ეს ისეთი რამ არის, რომ რაღაცა ხდება შენ ცხოვრებაში ისეთი შენგან დამოუკიდებელი სამყარო ატრიალებს, სამყარო ახდენს, ეს სამყარო როგორ შემოდის შენთან კონტაქტზე, რა ენერგიით შემოდის შენთან კონტაქტზე, რა გამოსახულებით, ხო, მატერიალურ დონეზე ამას დიდად მნიშვნელობა არ აქვს, ერთადერთი რაც ვიცი ეს არის, რომ შენ ეს გინდოდა რომ მომხდარიყო და ეს ადამიანი, ეს საქმე, ეს კონკრეტული სიტუაცია, ეს რაღაცა ისე განვითარდა და ისე ხდება, როგორც ჩვენ წარმოგედგინა. წარმოგედგინა რა იმედი გქონდა, რომ ეს შეიძლება ესე მომხდარიყო და რაც შენთვის ძალიან სამხიარულოა. The Empress ანუ ბედის ბორბლის უკან იმპერატორის ქალის ენერგია, მაგ იმპერატორის კაცის ენერგია შემოდის ჩემამდე. ანუ მე მეუბნება იმას, რომ შენ აშკარად ადამიანთან არის კონკრეტული სიტუაცია, ვიღაცა ადამიანი მოდის შენამდე, ისეთი როგორცაც იხმობ და ზუსტად ისეთი როგორცაც იმსახურებ და შენ თავიდან ბოლომდე გააზრებული გაქვს თუ ვინ ხარ, რა ხარ, რატომ ხარ და ძალიან კარგად იცი რისი გამკეთებელი ხარ, რა გინდა რომ გააკეთო და ძალიან კარგად იცი შენი გონება და შენი ფოკუსირება რაზე უნდა მოახდინო და ნებისმიერ რამე გამოგივა, რაც გინდა რომ გამოგივიდეს. ხო, ეს ძალიან ისეთი შეკრული ენერგიაა სინამდვილეში, ისეთი რომ ანუ აქ ვარ, ვიცი სად მინდა რომ მივიდე, იქამდე რომ მივიდე, ის შედეგს ხედავ, ის შედეგი ვიცი როგორც უნდა იყოს. დღევანდელი დღე მე რაც მაგ აქედან რა უნდა დავამატო ამას ყველაფერს ძალიან კარგად ვიცი რომ მე ეს გარვავითარო როგორ ადამიანებთან უნდა მქონდეს კომუნიკაცია, როგორ ადამიანები მოუშვა, როგორ ადამიანები არ მოუშვა და რაღაცა კონკრეტული აი ამ შენს ენერგიაში ხარ და უცებ შენგან დამოუკიდებლად ხდება ისეთი რაღაცა სამყაროსგან ორკესტრირებული, რომელიც შენ გმატებს ოღონდ როგორ იკითხეთ, იცი შენი თანატოლია, ზუსტად ის ენერგია, რაც შენთან მოდის, შენ თანასწორია, შენ სავით უყურებს სამყაროს აშენებას, შემდეგ უბრალოდ გმატებს. ზრდის ენერგიას, ზრდის სივრცეს, ხო? გადასარევი, ანუ არ ხარ გაყინული, არ ხარ რაღაცა იმაში, ნუ წინ მიდის ენერგია. მომწონს, კარგია. ესეც პატარა მესეჯია, მაგრამ ძალიან მარტივი გასაგები და გადავიდეთ პირდაპირ შილდოსანზე 11. მოგესალმებით, შილდოსნებო, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვთ. საინტერესოდ მიდის თქვენი ცხოვრება, ეს წინა კარტებს ავალაგებ. თუ ხო მანამდე რამე თუ გაინტერესებთ, არ ვიცი, ვიდეოს აღწერაში შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია, თუ პირად გაშლასთან დაკავშირებით გაქვთ სურვილი. აქციები 25 დეკემბრამდე. ნახოთ, შილდოსნის ენერგია, შილდოსანს. ნახოთ რა უნდა იცოდეს შილდოსება დეკემბრის ბოლომდე. Success. წარმატება. I know that there is no greater goal than to love. სიყვარულზე აღმატებული მიზანი, ასევე ვთქვათ, არ არსებობს სამყაროში. მართალია, ნამდვილად და რაღაცა კონკრეტულ თემას ეხება შენ ცხოვრებაში, საქმე შეიძლება ეხებოდეს ადამიანთან ურთიერთობას ეხებოდეს. ყოველი შემთხვევაში აშკარად ვხედავ, რომ ამ შილდოსნის ენერგია უფრო მეტად წინაურდება და რაღაცა კონკრეტულ წარმატებას აღწევს. მაინც შევხედოთ ტაროს კარტით რა უნდა იცოდე. რა უნდა იცოდე, კი ბატონო. Knight of Pentacles, ბედის ბორბალი მაგ, King of Pentacles აგერ ჩანს, მაგიტო წამომცდა ალბათ. ბედის ბორბალი ხუთიანი ხმლები, მერე მონეტების მეფე, ჩამოკიდებული კაცი, 10-იანი მონეტები. 8-იანი მონეტები შეყვარებულის კარტი, მოკლედ. როგორი რაღაცა იცი, რაღაცა კონკრეტულ ნაბიჯს გავს შენ ცხოვრებაში, რომელსაც მიიღებ შენ თვითონ ამ გადაწყვეტილებას, ანუ საერთოდ არავის გამო არ აკეთებ ამას, უბრალოდ საკუთარი თავის გამოაკეთებ და იმ სიყვარულისთვის, რა სიყვარულიც გაგდარ ისე გაცემაც გინდა გარეთ სამყაროში. რაღაცა ხდება შენ გარშემო ისეთი შენგან დამოუკიდებლად, რომელზეც გიწევს ფიქრი და ცოტა ნერვიულობა, ცოტა ქაოტური რაღაცა მომენტები გაქვს. ის მონეტების მეფე უკვე ისევ შენი პოზიცია, როდესაც შენ მიაღწიე იმ რაღაცას, რაც გინდა რომ გქონოდა და აშკარად ხვდები რომ გაყინულია უკვე მერე სიტუაცია, ნახე, დაიძარი, მიხვედი რაღაცა კონკრეტულ ეტაპამდე, იმიტომ რომ რაღაცა მოხდა, ამან მიიყვანა რაღაცა პოზიციამდე, პასუხისმგებლობამდე, იმ პასუხისმგებლობაში ხარ უცებ გაყინული და შემდეგ მაჩვენებს 10-იან მონეტებს, 8-იან მონეტებს, ანუ 10-იან მონეტას მაჩვენებს, რომ შეიძლება ისეთი რაღაცა
მოხდეს, რომ ურთიერთობაში შედიხარ, ურთიერთობას დაიწყებ, პოზიცია გაქვს უკვე, ანუ მეუღლის ან ამას მნიშვნელობა არ აქვს, რომ მეფე მაგარი ხარ, კაცი ხარ, ენერგიაა უბრალოდ. ხო, და ანუ ზიხარ, შენთვის პოზიცია გაქვს, პასუხისმგებლობა გაქვს შენი აღებული. ხვდები, რომ იმათიან მონეტაში ხარ, რასაც როგორაც წარმოგედინა, როგორც წარმოგედინა, რისკენად დაიძარი რეალურად. და ხვდები, რომ ამას ჭირდება ძალიან დიდი შრომა და ძალიან დიდი ენერგია, რაც გაქვს და რასაც აკეთებ, უბრალოდ რაღაცნაირად ხარ გაყინული, თითქოს გიწევს, რომ რაღაცა კონკრეტული ქმედებები აკეთო ისეთი იქამდე, სანამ რაღაცა შეიცვლება, კიდე დამატებით და რაღაცა შეცვლი და შეყვარებულების კარტი მაქვს, არჩევანის კარტი მაქვს, რეალურად ეს შენი არჩევანია, ყოველდღიურად აკეთებ რაღაცა კონკრეტულ არჩევანს. შეიძლება ყოველდღიურად ირჩევ იმ მომენტს, რომ მე აქ ამ ადამიანთან ამასთან ვარ ურთიერთობაში და ამ შემდეგ და რაღაცა კონკრეტული შეცვლა გინდა, ხო? კი ბატონო. რვიანი თასები, რვიანი კვერთხები დავინახე, რვიანი მონეტების მქონა ძალიან ბევრი რვა მაქვს განმეორება და მე მაქვს Ace of Cups, ახალი ემოცია, ახალი გრძნობა. რაღაცა კონკრეტულ თემას აკეთებ, რომელსაც ემოცია ნაკლებად გაქვს ემოციურობა ამ ამბავში და შემდგომ უცებ რატომღაც როგორ რაღაც ხდება, იცი, ინფორმაცია შემოდის შენამდე ისეთი, რაც თითქოს ემოციით ახალი გრძნობით ანუ გავსებს და ის რაღაცა რაც ზაშის წარმატება გინდა და წარმატების ენერგია, მაგრამ თითქოს ის როგორი მომენტი, ანუ წარმატებას მიაღწიე და რაღაცნაირად ვერ გრძნობ აი ამ წარმატებას ვერ გრძნობ ემოციურ დონეზე და შემდეგ შეიძლება ვიღაცამ შეგაქოს, ხო, შეიძლება ვიღაცამ რაღაცა გითხრას ისეთი, რამაც მიგახვედროს, რომ უი, ხო, მართლა მივაღწიე წარმატებას და გაგიხარ ხო რაღაცა ეს ხარწყელი რო იყო ჩა. იცი არის შეიძლება შენ ამას ძალიან კარგად ხვდები შინაგანად, მაგრამ გარედან არ ყოფილა ეს აფირმაცია ხო რომ აი როგორი კარგი ხარ რაღაცის გამო და ვიღაცისგან მოდის ისეთისგან რომელიც მნიშვნელოვანია საკმაოდ შენთვის და ის ადამიანი რადგანაც გეტყვის რაღაცნაირად მიიღებ უკვე იმპაქტს რომ ხო რაღაცაში წარმატებას მივაღწიე. კარგი, ნახოთ რა უნდა იცოდეს შულდასანმა კიდე. კი ბატონო. იმპერატორი კაცის ენერგია, შვიდიანი თასები მაქვს. ხო, ანუ რაღაცა კონკრეტულ წარმატებას აღწევ, რომლის მიმართ არ იცი როგორ უნდა იგრძნო რა, ანუ არ იცი როგორ უნდა იგრძნო თავი აი ამ რაღაცა გამარჯვებაში, ამ რაღაცა კონკრეტულ წარმატებაში, ხო? აი ამ რაღაცა კონკრეტულ წინსვლაში თავი როგორ უნდა იგრძნო არ იცი, რომელი ემოცია, რა ემოცია გაქვს ამას ვეძებ, ანუ კარგია, კარგი ენერგია, კარგი რაღაცა გაქვს, რაც არის უბრალოდ შენთან არ იცი, დაბნეული ხარ, როგორ უნდა იგრძნო თავი ვერ ხვდები. კარგი, ნახოთ რა უნდა იცოდეს, შულდასანმა კიდე ერთხელ და დავასრულოთ. ცხრიანი კვერთხები, 10-იანი მონეტები, ცხრიანი თასები, ანუ 8-დან გადავედით 9-ამდე, ოკეი. ცხრიანი კვერთხები არის აშკარა Queen of Wands, შულდასნის ენერგია. შულდასანი ერთი ცხრიანი კვერთხებით ცეცხლის ტექი არა, ცხრიანი კვერთხები მეთოს არა რვიანი კვერთხები იყო შულდასნის ენერგია, ცხრიანი კვერთხები მე მგონი გადადის კიდე სხვა ენერგიაში. ყოველი შემთხვევისთვის ენერგია მეუბნება რომ რაღაცა კონკრეტული ემოცია მიყალიბდება შემდეგ. ანუ ნახე რაღაცა გიხარია ისეთი, რაც არ იცი მთლად როგორ უნდა გამოხატო ეს ბედნიერება, სიხარულით შეიძლება რომ გაუზიარო ვერ ხვდები, ხო? ან არ იცი რამდენად მიიღებს ხალხი ამ რაღაცა წარმატებას, ხო? არ ვიცი, შეიძლება გჩვევია ის, რომ წარმატებას რო აღწევს ხობს რომ უზიარებ, მე რაღაცა იჭვის თვალით და შურის თვალით გიყურებენ და მე რაღაცნაირად გინდა რომ ამას რაღაცა წარმატებას არ შეხედონ ესე, ხო? მაგრამ მსგავსი ამბებითაც სიტუაცია, მსგავსი ადამიანები გამოვლილი გაქვს უკვე ცხრიანი კვერთხები, მე მაგას მეუბნება რომ შენ გავლილი გაქვს უკვე. გავლილი გაქვს
უკვე ეს ყველაფერი და აღარ არის საჭირო მსგავს რაღაცეებზე ნერვიულობა, ერთადერთი რაც არის, რომ ეს ღრიანი თასები რაც მაქვს, ანუ ეს სურვილი რაღაცა რაც ამისრულდა და კმაყოფილი ვარ ჩემს ცხოვრებით, ანუ უფრო მეტად თამამად გამოვხატო რა. და ეს ყველაფერი ეხება ისევ 10-იან მონეტას, ანუ იმ 10-იან მონეტას რაღაცა რაც გინდოდა, შეიძლება გინდოდა სახლი გაიყიდა და სახლი იყიდე, ან მანქანა გინდოდა, მანქანა ყავს. ხო, ან კარგი სამსახური გინდოდა, კარგი სამსახური გაქვს, ან ოჯახი შექმნენი და გინდოდა რომ ოჯახი შეგექმნა და გიხარია ეს, ხო? ან რაღაცა მატება მაქვს შენს ენერგიაში, შენს სივრცეში, რაც მართლა გიხარია და გაუზიარე ხალხს, იმიტომ რომ ყველაზე მაღალი ენერგია, ასე ვთქვათ, და მიზანი სამყაროში არ არსებობს, ყველაზე უფრო ძლიერი მიზანი, ხო? გაუზიარე წარმატება იმ ადამიანებს, ვისაც მართლა უხარია და შეატყობ მაგას, მიხვდები, გაეჭვის თვალით აკია უყურო, უბრალოდ რომ გააზიარებ, მიხვდები ვის გაუხარ და ვის არ გაუხარ და ამაზე პრობლემა არ შეგექმნას, ხო? ზოგს უხარია, ზოგს არ უხარია, ზოგს შეიძლება იმ მომენტში არ აქვს სიტუაცია ისეთი, რომ გაუხარდეს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან უხარია, უბრალოდ ვერ გამოხატავს, რომ უხარია და ეს ნელა დაწმინდა აი მაგ ენერგიას და ეგეთ ადამიანებს მაგას სანერვიულო არ გაქვს. მოკლედ, იმენი მაქვს ყველაფერი კარგად გექნებათ და დროებით ლამაზო ადამიანებო დროებით.